ბრუნდებით პირდაპირ ეთერში მარინა ლობჟანიძე, მუსიკოსი შემოგვიერთა ახლა პირდაპირ ეთერში, სწორედ მასთან განვაგრძობთ საუბარს. ქალბატონო მარინა, პირველ რიგში თქვენი შეფასება და პოზიცია მიმდინარე პროცესებთან დაკავშირებით. საღამოშიდობის მოგესალმები თქვენ მაყურებელს. ბუნებრივი პოზიცია მე მგონი ყველა მოაზროვნე ადამიანს ერთია, იმიტომ რომ ძალიან ნერვიულობთ ყველანი რაც ხდება ჩვენ თავს და ყველა ცდილობს დააფიქსიროს თავისი ადგილი, თავისი ხედვა, თავისი შეფასება იმისა რაც ხდება. ცუდი რამე გჭირს. ცუდი რამე გჭირს, იმიტომ რომ მე როგორც იმ თაობის წარმომადგენელმა, რომელმაც გავიარეთ ერთხელ უკვე ეს კინო, ასე ვთქვათ, და ვიცით რა შეიძლება ამას მოყვეს, მე ძალიან დიდი შეშფოთებით უყურებ ამას. თავარი რა არიცით, რომ სადამდე მივედით დღეს. აი ეს გრძელდება, ეს ერთი და თქვათ იგივე ამ 16 დღის ამბავი არ არის. იმიტომ რომ ისეთ რა არის, თავისუფლება, დემოკრატია ბუნებრივია, ყოველთვის გულისხმობს თავის თავში რაღაცის უკმაყოფილებას, არა ბუნებრივია უნდა იყოს, იმიტომ რომ ნებისმიერ სახელმწიფოს, მით უმეტეს ისეთ ახალგაზრდა სახელმწიფოს, როგორც არის საქართველო, აუცილებლად ჭირდება ოპოზიცია, რომელიც შეახსენებს თქვათ ხელისუფლებას, რომ ეს ისე არ უნდა გაკეთდეს. ანუ ეს უნდა იყოს ესეთი შემოქმედებითი ურთიერთობა, გააზრებული ურთიერთობა, რითაც ერთი მხარე ეხმარება მეორეს და არა თქვათ რაღაც ჯოხებს უდევს ბორბლებში, არა. მოხდა ის, რომ ნახეთ, თავიდან დაიწყო, ხა მე პედაგოგი ვარ, ლექტორი ვარ და ჩემთვის ძალიან მძიმე ამას ლაპარაკი. პირველ რიგში გარკვევით მინდა დავაფიქსირო, რომ ვიც მიცნობს და მისობს ძალიან ბევრი, ყველა მიცის ჩემი პოზიცია, რომ ვარ ყოველთვის ძალიან ჰუმანური და ძალადობას კი არა ელემენტარულად არაკორექტულ სიტყვას არ ვიყენებ არავის მიმართ და ყოველთვის გმოვფავ, იმიტომ რომ მე მიმაჩნია, რომ ნებისმიერი საკითხი, ნებისმიერი ურთიერთობა შეიძლება მოგვარდეს ძალიან კორექტულად, ძალიან თავაზიანად, ერთმანეთის მოსმენით და გაგებით. ნახეთ, სადამდე მივედით ჩვენ, რომ აი მაგალითად, როდესაც დაიწყო სხვადასხვა გამოსვლები, თქვა, იქ რუსული კანონი იყო, თუ ამერიკული კანონი, თუ გამჭვირვალობის კანონი, ხო, ყველამ განსხვავებულად მონათლა, იყო LGBT თემა, თუ ნებისმიერ თუ გაყალბებული არჩევნები 4 წლის წინ, ნახეთ, გაისვა ესეთი ნარატივი, რომ აი ახალგაზრდებო, წადით ამ ქვეყნიდან, აქ თქვენ რა დაგჩენიათ. და ამას ამბობდნენ პედაგოგები და ლექტორები. მე ვერ წარმომედგენია, რანაირად შეიძლება პედაგოგმა ან ლექტორმა მოუწოდოს ახალგაზრდას, რომელმაც უნდა ააშენოს ეს ქვეყანა და ის თუ ჩვენ შეგვეშალა რამე, ჩვენ მშობლებს შეგვეშალა, ეხლა გვეშლება და მომავალში შეგვეშლება, ამ ახალგაზრდებმა უნდა გამოსცადოთ, რომ ეს ქვეყანა მომავლის არის, მათი გასასწორებელია. და დღეს ნახეთ რა ხდება, იგივე ხდება, რომ გავსვათ დაგმე. იმიტომ რომ ნახეთ უმრავლესობის სახედით ლაპარაკი არც ერთ უნივერსიტეტს, არც ერთ სკოლას, არ შეიძლება, რომ ყველგან არიან განსხვავებული აზრის მქონე ადამიანები და რა გჭირს კიდე ნახეთ, კი, ჩვენ ვაღიარებთ ერთმანეთთან ლაპარაკში, საუბარში, შეიძლება პრესაში, ტელევიზიაში, კი ბატონო, რასაკვირველია ჩვენ გვაქვს ბევრი განსხვავებული აზრი, მაგრამ რეალურად განსხვავებული აზრის მოსმენის, საქმის, გაგების უნარი დავკარგეთ, იმიტომ რომ საშინელი აგრესია მოდის. მე ძალიან კორექტულად გამოვედი ამას წინათ, იმაზე თქვენ არ იცით როგორი ბულინგი მოყავთ ჩემ გამოსვლას, ამ დროს განვიხილე ისტორიაც, რაღაცა ჩემი პირადი გამოცდილება, მოყევი მერაპოსტავაზე, მოყევი ჭანტურიაზე, მოყევი გია ჭანტურის, მოყევი ნოდარ ნათაზის, რომელიც დედჩების ნათესავი იყო და ბოდიში მოიხადა, იმიტომ რომ მაშინ სხვანაირად გაიგო ის მოვლენები, რომლებიც მოხდა ზუსტად 90-იან წლებში და ჩვენ გავიარეთ ეს ყველაფერი, ხო? და თან რა შეეცით საქმე, აი რო დავაკვირდეთ, ჩვენ დღეს დავკარგეთ მეზობლებიც, მაშინაც ესე იყო, ნათესავებიც, მეგობრებიც და წავედით წინ. ის სპორტსმენები, რომლებიც აღვაქთოვანებდნენ და საქართველოს ყველა მაგას ამბობდა, რომ ეს რაღაცნაირად ისეთ გახლეჩილი საქართველოს ამ პოლიტიკურ სარბიელზე, რომელიც გაიხლიჩა, ამ ფეხბურთელებმა გაგვაერთიანეს, ხო? ოლიმპიური თამაშების დროს გავაერთიანეთ. დღეს იმ სპორტსმენად თუ გამოთქვა თავისი აზრი, საშინელი ბულინგი მიდის. კი ბატონო, მივედით იქამდე, რომ მშობელი, ოჯახები, ანუ შვილი დაუპირისპირდა და ეხლა მამათა და შვილთა ომი ჩვენ გავლილი გვაქვს, ჯერ კიდევ ქართულში ვისწავლეთ, ხო, მაგრამ იქ ცოტა სხვა ფორმები იყო. აქ გამოდის, რომ შვილი რევნება მშობელს მართლა ეს თემა გაჟღერდა, რომ მე მწხვენია შენ რაც გააკეთე და სადაც მოიტანე და თქვენ ალბათ იცით კიდე რა გზავნილებեք, რომ სანამ ეს თაობა არ წავა, არ გადაშენდება, ჩვენ არაფერი არ გვეშლება. კარგით. და ბოლო წერტილი დღეს უკვე იყო ის, რომ ნახეთ, პატრიარქის ლანძღვა არც გავიმეორებ ამას არ მინდა, მაგრამ დღეს უკვე მივარდნენ მამაშალვას. მამაშალვას, ანუ უკვე ეკლესიის უზენაესობაც დაირღვა და მე ვფიქრობ, რომ ისეთ რა, აქ უკვე აღარ ელაპარაკი იმაზე, რომ შენ ამ ხარეზე ხარ თუ იმ ხარეზე ხარ. მოდით შევთანხმდეთ იმაზე, რომ ჩვენ ყველას გვინდა რომ ვიყოთ საქართველოს ხარეზე. აი რა არის გამოსავალი ამ საქართველოს ხარეზე ყოფნა და კიდე ერთ დავავატებ სანამ ეკლესიის თემას დავბრუნდებით. ნახეთ, რამ გამოიწვია ეს ტალღა, ჩამქრალდა ჩვენ კიდევაც ერთ თქვენ გადაცემაში ბერჯერი თქვა, ნათქვამი, რომ იყო ნათქვამი, რომ კი ბატონო, აი აგორდა LGBT-ს თემა და რაღაცნაირად ეს მე მინავლების გზაზე წავიდა, ხო? აგორდა ისევ ეს გამჭვირვალობის კანონი ჩაწვარდა. დღეს ჩვენ ვამბობთ რას აპროტესტებენ, რომ ესე იგი ევროპა არ გველაპარაკება
ევროპამ თვითონ თქვა, რომ არ გველაპარაკება არაპირეს გაფართოებას 30 წლამდე და ჩვენც ვთქვით, რომ მაშინ ჩვენც არ დაგელაპარაკებით და მოდით 28 წელს გავაახლოთ. არ შეიძლებოდა რომ ეს მიტინგები ჩვენ ხო ეს თამთა დავამთავრებ ამას თუ შეიძლება ნახეთ, ხო გაიმართა ეს აქციები, მასშტაბური აქციებია, თუმცა ძალიან ბევრი ადამიანი სხვანაირად ფიქრობს და ეს ადამიანები ჯერ ჩუმად არიან, არა რაღაცა მოთფინების ის აქვს აღებული ხო პოზიცია. ნუ თუ არ შეიძლება ამ მიტინგების აი იმ ნაკადში წარმართა რომ მოდით რა ევროპა დაგველაპარაკე. რატო წყვიტავ ჩვენთან ლაპარაკს 28 წლამდე? ჩვენ ხო ამდენი რაღაცა გავაკეთეთ. ჩვენ კანდიდატის სტატუსით გვაქვს ხო? ჩვენ და კიდე რა არის თამთა ის დასახელებული ამ შემთხვევაში მთავარი ურთიერთობის რის გამოც გამწოვდა ბრიუსელსა და თბილისის შორის უცხოური განონის გამჭვირვალობის კანონი და შემდეგ მეორე კანონი. იცით რა არის თვითონ ევროპასაც ხო მაგ ძალიან დიდი გზაა გავლილი დემოკრატიისკენ და საკმაოდ მწვავე გზაა და ძალიან ეკალბარდებით ხოთა შორის და არც ახლა არის იქ ბევრი რაღაცა ჩაწყლარებული და მოგვარებული და რასთავარია იცით ევროპაც გაყოფილი ევროპასაც განსხვავებული აზრები აქვს იქ პოლიტიკურ პირებსაც, დიპლომატებსაც, მაღალი თანამდებობის ადამიანებსაც და მოდით აი თუკი ჩვენ დემოკრატიის გზას განვიხილოთ, საქართველოს ახალგაზრდა ქვეყანაა. მაშინ, როდესაც კოსმოსში გაფრინდა პირველი ადამიანი 5 წლით ადრე, სწორედ იმ ბრიუსელში, სადაც დღეს იმართება ძალიან ბევრი პოლიტიკური პროცესები, ბრიუსელში, ბელგიაში დაიხურა ბოლო ადამიანების ზოპარკი. ეს გაიარა ევროპა ეს გზამდე ვიცით და ისეთ რა როდესაც ჩვენ გველაპარაკებიან რაღაცა დემოკრატიაზე ხანდახან რამდენად იციან საქართველოს მაკრონმა თქვა რომ არ ვიცოდი გეოგრაფიულად საქართველოს სადერო და დღეს ეხლა მე ვლაპარაკობ საშუალო ევროპელზე არ მაქვს ლაპარაკი ინტელექტუალზე რომელმაც ძალიან ბევრი რაღაცა იცის მაგრამ საშუალო ევროპელმა იცის აუცილებლად იციან სტალინი აუცილებლად იციან კვარაცხელია იციან კალაძე და შეიძლება იცოდნენ სააკაშვილი ხო რომელმა ევროპელმა იცის რომელმა როდესაც ევროპაში ჭკვიან ქალებს კოცელზე წვავდნენ მაშინ თამარ მეფემ ივანე რუსი ტახტიდან გადააგდო და გაუშვა. ეს არის საქართველოს ჩვენ ძალიან დიდი ისტორია გვაქვს და იქნება სწორედ აქედან უნდა დავიწყოთ რომ ევროპას გავაგებინო რომ ჩვენ ამდენი რამე გვაქვს, რომ ჩვენი ალფაბეტი გვაქვს, ჩვენი ენა გვაქვს, ჩვენი კულტურა გვაქვს, ჩვენი მუსიკა გვაქვს, ჩვენი ისტორია გვაქვს და ევროპა რომ დღეს ამაყად დგას ბებერი ევროპა, რომ ძალიან დიდი დამსახურება სწორედ საქართველოზე გაიარა ძალიან ბევრმა ომებმა და ევროპასთან არ გაუშვით. და კიდე ერთხელ, ნახეთ რა არ მომწონს თამთა მე რომ რასაკვირველია მე შეიძლება არ გეთანხმებოდეთ თქვენ. კი ბატონო, მაგრამ არასოდეს შეურაცხყოფას არ მოგაყენებთ, არასოდეს სტრატ არ გამოგაცხადეთ და ნახეთ რა მოხდა ის პოლიტიკური მოღვაწეები, რომლებიც დღეს ერთად არიან ალიანსში, მაგალითად ნიკა გვარამია და სალომე ზურაბიშვილი. ხო არსებობს ეს დალოცვილი არქივი, ვისაც მახსოვრების პრობლემა აქვს და არ ახსოვს. როგორი სიტყვებით მიმართავდნენ ერთმანეთს. დღეს ხო ერთად არიან და თქვენ გინახავთ ის ადამიანები, რომლებიც აი ესეთ პოლიტიკურ ნიადაგზე განხეთქილება მოუვიდათ, თუნდაც ზვიად ის დროს, იმათმა ის მეგობრობა ვერ აღადგინეს. ვერასოდეს ვერ აღადგინეს და ნახეთ კიდე როგორ ის არის. ამასთანავ ფიქრობთ ახლა მე მუსიკოსი ვარ და ძალიან დიდ მნიშვნელობას ვანიჭებ სიტყვასაც, ინტონაციასაც და გამოთქვასაც. აი ნახეთ ჩვენ დიქტატურა, რანაირი დიქტატურა, ამდენი ტელევიზია, ყველანაირი გამოთქვის საშუალება. ეხლა ნახეთ რა ხდება. თქვენ ხართ საზოგადოებრივი ტელევიზია, ხო? უკვე სახელწოდებაში წერს რომ ეს არის მრავალმხრივი, მრავალპოლისიანი ტელევიზია, რომელიც ყველას უსმენს. თუმცა ამ ბოლო დროს ეხლა სოციალურ ვკითხულობდი რომ ძალიან დიდი დრო აქვს დათმობილი თქვა ოპოზიციის წარმოქმნას. მე ამაში კომპეტენტური არ ვარ, ჩემი გრაფიკიდან გამომდინარე, მაგრამ ყოველ შემთხვევაში ეს კი გასკდა. კი ბატონო, საზოგადოებრივი ტელევიზია. მეორე არის იმედი, ძალიან ისეთი ჰარმონიული და ძალიან ისეთი, რა ქვია, პოზიტიური სახელით, ხო? ეხლა ნახეთ, მთავარი არხი. რას ნიშნავს მთავარი არხი? უკვე სახელწოდებაში დევს რომ ესე იგი მე მარ მთავარი და სხვა არაფერი. მე ნახეთ ფორმულა. ჩვენ ხო სწავლობდით სკოლაში ფორმულებს, რომელთაც ვიყვანებდით ყველა განტოლებას. უკვე სათაურში ძევს ძალიან ბევრი რამ და მე პირველი არხი ხო სიტყვაზე ეს ჩემი ბავშვობიდან მოდის პირველი არხი მეორე არხი და უცბად TV პირველი ანუ აქაც არის რაღაცა დომინირების თქო ვთქვათ დომინანტის როლის მიღების საშუალება ეს ყველაფერი მოქმედებს ემოციურად მით უმეტეს იცით რა ახალგაზრდები დღეს იქ ძალიან ბევრი არაჩვეულებრივი ბავშვები არიან ეჭვი არ მეპარება რომ ძალიან ბევრს უნდა რომ მათი ქვეყანა უკეთესი იყოს ბევრად უფრო წინ წავიდეს მაგრამ იცით რა არის აი როდესაც და რასაკვირველია ძალადობა ორივე მხრიდან მოდით ჩვენ ქართველები ვარ და მე დარწმუნებული ვარ ძალიან ბევრ ჩვენ მაყურებელს ახსოვს არაჩვეულებრივი წიგნი დღეს ნაკლებად პოპულარულია უიარაღოს მამლუქი და ფილმიც იყო გადაღებული და იმ ფილმის ფინალი როდესაც გოჩა და ხვიჩა რომლებიც გაიტაცეს ბავშვობაში და ერთმანეთს კლავებს ბრძოლის ველზე და იქ ფინალი როგორია რომ არც ერთი იყო ვენეციელი და არც მეორე ეგვიპტელი ბეტრული საქართველოს შვილები იყო რომელი გაამართლებს აი დღევანდელი ჩვენი მაყურებლიდან იმათ სიკვდილს მაგრამ ნახეთ რა ხდება დღეს იქ ვიღაცამ ტრავმა მიიღო და უხარიათ იმიტომ რომ ეს პოზიცია მეორე დაიმტრა, მეორე მხარეს უხარეთ, თუმცა
აქ არ ვიქნები ალბათ მიკერძობილი თუ ვიტყვი რომ უფრო ზედმეტი აგრესიულობით რასაკვირველია ოპოზიციური პარტია გამორჩევა და კიდევ ერთი რასაკვირველია ჩვენ უნდა წავიდეთ ევროპული კურსი ჩვენ კონსტიტუციაში გვიწერია ხო გვიწერია კანტონარნა იცით აი როდესაც ეს აქციები დაიწყო მაშინ და დღემდე ხელისუფლების ოპონენტები და არა მხოლოდ ისინი მიუთითებენ ხშირად მმართველ გუნდს რომ მათ მხარდამჭერთა ნაწილიც დგას აქციაზე და რომ ისინიც დააბნია 28 ნოემბრის გადაწყვეტილება არჩევნებიდან ერთ თვეში ფიქრობთ თუ არა რომ ამ შემთხვევაში ხელისუფლებამ თუნდაც ის გადაწყვეტილება რომელზეც მან უკვე არაერთი განმარტება გააკეთა თავის ელექტორატამდეც ვერ მიიტანა სწორი განმარტებებით და იყო საჭირო უფრო მეტი განმარტება, მეტი ახსნა, ანუ კომუნიკაციის კუთხით დაინახეთ თუ არა პრობლემა, იმიტომ რომ ამაზე ხშირად მიუთითებენ ოპონენტები მმართველს. მიუთითებენ, რასაკვირველია, მაგრამ ხო არის კატეგორია საზოგადოების, რომელმაც ეს ძალიან კარგად გაიგო. ანუ რატომ ვერ არწმუნებს ხელისუფლება მაგალითად თავის მხარდამჭერთა გარკვეულ ნაწილს? იცით რა არის, იმიტომ რომ იმდენად მოულოდნელი იყო ეს თითქოს არა და ამ დროს ისიც რა არის გარკვევით არის ნათქვამი რომ ევროკავშირი 30 წლამდე გაფართოებას არ აპირებს და ხო შეიძლება მაგიტომ თქვი მე რომ თუნდაც კომუნიკაციის ერთ-ერთი არანაირ მოლაპარაკებას დისკუსიას დიალოგს ალტერნატივა არ აქვს ნებისმიერ შემთხვევაში ჩვენ ვიცით მაგალითები იყო მაგალითად დაგეგმილი შემთხვევა შეხვედრის შესახებ ოპოზიციის წარმომადგენლებთან და ბოლო მომენტში ეს გაუქმდა და კიდევ ერთი რამ გჭირ ჩვენ თამთა სხვათა შორის ეხლა არც რამდენად ეს კორექტული შედარება იქნება, მაგრამ აი დავუშვათ Facebook-ში რომელიღაცა კომპანია აკეთებს რეკლამას რაღაცას და წერენ რომ ფასდაკლება და ფასი ამდენი. მილიონი შეკითხვა რამდენია რა ფასი აქვს. ანუ რაღაცნაირად ისე ჩვენ გადავეჩვეთ, აი რაღაცნაირად ერთ აზრს მიყვებით და გარშემო დანახვის უნარი არა გვაქვს და კიდევ ერთი, როდესაც დღევანდელი ბავშვები იძახიან, აი ბევრს რო კითხვა რა გვინდა რომ ეს თავრობა წავიდეს. კი ბატონო, ვინ უნდა მოწ არც ნაცები, არც კოცები. ვინ არიან დღეს პოლიტიკურ არენაზე? ჩვენ ხო სამწუხაროდ სხვა არ ყავს. და მე პირადად რომელსაც ძალიან ბევრი რაღაცა ჩემი მეგობრები უბრალოდ დღეს ცოცხლები არ არიან. მე ხო ვიცი მაშინ რა ხდებოდა და ეს ვისაც არ ახსოვს არქივიც არის და ბევრი რაღაცები. და საერთოდ თქვენ წარმოგიდგენთ იგივე ევროპა, რომელიც დაუშვებს რომ სარკოზი მეორეჯერ მოვიდეს თუნდაც არჩევნებში მიიღოს მონაწილეობა არ დაუშვებს. ან არ არის ბერლუსკონი ცოცხალი, მაგრამ ციხეში რო იყო აღარ დაუშვებდა იტალიის მთავრობა. მთავრობა. რა არის გარემოებები ქალბატონო მარინა, რაც ქართული ოცნების მხარდამჭერებს გარწმუნებთ რომ ევროინტეგრაციის კუთხით ქვეყანას არ ემუქრება საფრთხე და რომ ეს პროცესი გაგრძელდება მომავალ წლებში. თამთა, ნახეთ, ძალიან მარტივი ამაზე პასუხის გაცემა. პირველი, მოდით დავუბრუნდეთ ისევ ჩვენ წარსულს, როდესაც იყო ნაციონალური მოძრაობა სათავეში. როდესაც მოხდა 2008 წლის ომი, როდესაც კოდორის ხეობას დაარქვეს ზემო აფხაზეთი და რა მოყვა ამას თქვენ გახსოვთ და შემდეგ ამის შემდგომ რა მოხდა, როგორ გაიყიდა ყველა სტრატეგიული მნიშვნელოვანი ობიექტი რუსეთზე და სწორედ რუსეთის მფლობელობაში ბევრი რამე. მე არ ჩამოთვლი. თქვენ გაიხსენეთ მიშა სააკაშვილი, რომელიც ხდებოდა საზღვარზე სწორედ რუსეთიდან ჩამოსულ ტურისტებს. ეხლა ნახეთ მოვეშვათ ნაციონალურ მოძრაობას, ნახეთ რა ხდება სოფლიოში. დაუწესეს სანქციები რუსეთს, ამ დროს თქვენ რო გადახედოთ სტატისტიკას, იგივე ესტონეთი, რომელიც ჩვენ ასე გვებძის, ხო? ყველაზე მეტი ღვინის გაყიდვა სწორედ რუსეთში აქვს. როდესაც აი ხა გაიხსნა ლასკალა და ლასკალა გახსნა ანა ნეტრებკომ. გახსნა მერვეჯერ, მაშინ როდესაც მარია კალასმა ლასკალას სეზონი გახსნა მხოლოდ და მხოლოდ 7 ჯერ. ისეთ რა არის ფიცი მწავს და ბოლო მაკვირესო დაახლოებით ამ იმაზეა ლაპარაკი და რა შეეხება რა 12 წელი არ იყო საკმარისი დრო, რომ დომებოდა რომელიღაცა პარტიას, რომ თუნდაც იმ რუსეთში შევეყვანეთ, ხვა მთავრობის დროს მოხდა ძალიან ბევრი პროექტის, ვიზა ლიბერალიზაციაც, ანუ უვიზო მიოსლა გვაქვს, ათასნაირი პროექტებია, მე ძალიან ბევრი მეგობარი ყავს უცხოელი, რომელიც აქ არა მარტო ჩამოვიდა სამუშაოდ, ჩამოვიდა საცხოვრებლად, იმიტომ რომ მოწონს საქართველოს, მოწონს ქართული ხალხის და ქართული ხალხის სტუმართმოყვარეობა. ნახეთ, ჩვენ არაჩვეულებრივი ვართ ყველასთან. ნებისმიერი კონფესიის ადამიანი ჩვენთან კომფორტულად ცნობს თავს და ეს მაგალითად თუნდაც სიონის გარშემო ეს მოედანია, სადაც ამდენი ის არის, ხო, მეჩეთიც არის, სინაგოგაც არის, კათოლიკური ეკლესიაც არის, გრეგორიანული ეკლესიაც არის, სომხური და ასე შემდეგ, ხო? მაგრამ რა ვჭირს და კიდე ერთი თამთან ნახეთ, საშინელი ნარატივია, როდესაც ჩვენ აი შენ ეს კი მე ევროპელი ვარ და შენ ხარ რუსი. ეხლა ამიხსენით. კი ბატონო, ჯერ ეს ერთი მე ვარ ქართველი, ეს ერთი და ნახეთ, ჩვენ ვგმობთ ფაშიზმს, ხო? ვგმობთ, მაგრამ რომელი ეტყვის გერმანელს ფაშიზმის გამოსაღადად რომ შეგერმანელო, ეს ხო არ არის, ეს ხო შეურაცხყოფელი არ არის. მაშინ რატო გახდა რუსი რაღაცა ესეთი ცუდი ნარატივი, ხო? იმიტომ რომ იმ რუსეთშიც კარგიც არის და ცუდიც. შენ რო გერმანელს უთხრა, გერმანელი ის ვერ მიხვდება რას გულისხმობს. ფაშიზმს გულისხმობს, რა ჯერ ესეთი ფაშიზმი
იტალიაში აღმოცენდა ხო რანაირად შეიძლება როცა ჩვენ ამდენი რუსიც ყავს უკრაინელიც ყავს ბელორუსიც ყავს და არაჩვეულებრივად არიან ერთმანეთთან ხო ხო არიან ისინი არაჩვეულებრივად ერთმანეთთან არა და რა დაირყვა ესეთი იმ დროს ჩემი გობარს ველაპარაკებოდი საბერძნეთში და მე თქვენ იმდენ ჩემთვის იმდენად მოულოდნელი ეს რაც ხდება საქართველოში იმიტომ რომ საბერძნეთ არ აქვს მაინც და მაინც კარგად საქმე რაც ევროკავშირში შევიდა 30 წელი ღმერთს ოქროს ევროკავშირი არ დაიშალოს მაგრამ როგორც ისტორიული გამოცდილება გვიჩვენებს ჩვენ ძალიან ბევრი რამე იცვლება და ძალიან ბევრი კავშირი იცვლება გერმანიაში თუ ის თავრობა მოვიდა რომელსაც საკმაოდ დიდი მხარდაჭერები იყავს და თუ არ მოხდა იგივე რაც მოხდა რუმინეთში გერმანია თქვა რომ მე ევროკავშირიდან გამო იმიტომ რომ ძალიან გაიზარდა ფასები პრობლემები შეიქმნა იქაც ხო და პრეზიდენტის ნაბიჯებს მის აქტივობებს როგორ შეაფასებთ თუნდაც მის ბოლო განცხადებას, როდესაც მან კიდევ ერთხელ გაუსვა ხაზი, რომ პარლამენტს ლეგიტიმურად არ მიიჩნევს, მის მიერ არჩეულ ახალ პრეზიდენტს არ მიიჩნევს და მის ლეგიტიმაციას არ ცნობს და შესაბამისად ის ამბობს, რომ საპრეზიდენტო უფლებამოსილების ვადის გასვლის შემდეგ ის მაინც დარჩება თანამდებობაში. ისეთ რას ამბობს სალომე ზარებოზორაბიშვილი, ეს მისი გადაწყვეტილება, მისი სიტყვები უბრალოდ, რომელიც იმ გადაწყვეტილებას და იმ კანონს ვერ შესწვდის, რომელიც წერია კონსტიტუციაში და მას ამოეწურება საპრეზიდენტო ვადა და ჩვეულებრივად გადადგება და რაც თავარია ლეგიტიმურია მთავრობა რომელიც აღიარა ძალიან ბევრმა მე მგონი საბოლოო დასკვნა დაიდება და იცით რაღაცნაირად აი ცოტა ცუდი შედარება მაგრამ აი ფეხბურთის მატჩი რო დამთავრდება და ერთი გუნდი რო წააგებს და რო ლეწავს ყველაფერს რაღაცა ამ იმამდე მივედით თითქოს რეალობამდე და მოდით დავუბრუნდები ეკლესიის თემას ნახეთ ჩვენ მე არ მეგულება სხვა ერი რომელსაც 100,000 მოწამე ყავს აი იმ რაოდენობიდან გამომდინარე რაც იყო საქართველოს მოსახლეობა 100,000 მოწამემ გასწირა ქრისტესთვის თავი და ნახეთ რა ხდება ძალიან ცუდი რამე ხდება. მე შორს ვარ ისეთ რაღაც ისეთ იმისგან, მაგრამ საშინელება როდესაც ქაშვეთის წინ საშობაო მარხვის დროს, აი ესეთი რაღაცები ხდება, როცა გმობენ პატრიარქს, როდესაც იქ სატანური არა, მაგრამ ოკულტური რიტუალი სრულდება და როდესაც ეკლესიაში, რომელიც ყოველთვის მოუწოდებს მოყვასის მოყვარულისთვის, სიყვარულისთვის, თანადგომისთვის, ერთმანეთის მოსმენისთვის, იქ რო უვარდები და აიძულებ დაგმე, აჯანყდი და შეხარ მოღალატე. მე ვფიქრობ, ეს არ უნდა მოხდეს და კიდევ ერთხელ თუ შეიძლება ნახეთ არ ახდეს მამა გაბრიელის სიტყვები რომ საქართველოს დადგება სიყვარულის გახმობის წინაშე. ჩვენ არ უნდა გავახმოთ ეს სიყვარული, იმიტომ რომ ჩვენ იმდენად დიდი ისტორია გვაქვს, იმდენად ტკივნეული ისტორია გვაქვს, მაგრამ ამ მიუხედავად იმ ისტორიისა, ღალატის ისტორიისა თამთა, იმიტომ რომ ვახტანგ გორგასალი ქართველმა გასცა რომ მას მგლის მუზარადი ერქვა და ქართველის ღალატის გამო დაიღუპა ეს. ჩვენ ვესროლეთ ილიას, როდესაც ჩვენ ქართული მუსიკით ვამაყობდა ძალიან ბევრი უცხოელი ჩამოდის და ქართული ხალხური მუსიკის სიმპოზიუმები იმართება, რა მოხდა? ის ვინც ჩაწერა ქართული საგლობლები ფილიმონ ქორიძის საფლავია დაკარგული და ეს მე-17 საუკუნეში და მე-18-ში უმართავი პროცესების საფრთხეზე საუბრობს პატრიარქი ლევანდელ მიმართვაში და ამბობს რომ ამიტომ კონსტრუქციულობის გზით უნდა იყოს დიალოგი აუცილებლად როგორ გესახებათ დიალოგი აი ამ პოლარიზებულ მკვეთრად პოლარიზებულ გარემოში ვისა და ვის შორის ყველას შორის და იცით რა აი არ არსებობს სიტუაცია როდესაც ჩვენ ქართველები ძალიან ემოციური ხალხი ვართ და ალბათ ის რაც ხდება გარშემო სწორედ ამ ემოციაზე არის გათვლილი. იმიტომ რომ აქ არ არის მარტო ქართველების ბრძოლა ან ქართველების უთანხმოება ქართველთან. აქ არის მეორე ძალაც ჩართული, რომელიც არაჩვეულებრივად თამაშობს კატალიზატორის როლს. თუ ჩვენ მოვახერხებთ, რომ ერთმანეთის შეურაცხყოფისგან თავ შევიკავეთ, თუ ჩვენ მოვახერხებთ იმას, რომ ერთად დავინახოთ გეოგრაფია, რუკა, ის პროცესები რაც ხდება ჩვენს გარშემო და გავიაზროთ ვართ, რომ ეს პატარა ქვეყანა ვართ, არაჩვეულებრივად გემრიელი ლუკმა ბევრისთვის, რომ აქედან ძალიან ბევრი გზა შეიძლება დაიწყოს 1, 2, 3, 4 სახელმწიფოსი და დღეს ჩვენი უპირველესი მიზანი არის გადარჩენა, მაშინ შენი მოწინააღმდეგე აზრისასაც შეიყარებ და რაც თავია, მას არ დაარტყ. არც მე არ დავარტყამ და არც შენ აღარ დავარტყამ მაშინ და ერთად უნდა დავგზავნოდობა. სხვათა შორის, ყველაფერი გაკეთდა, რომ სამხრეთ და ჩრდილოეთ კორეა გაყოფილიყო, იცით თქვენ ეგ ისტორია, მაგრამ რა გააკეთეს სპორტსმენებმა წინა ოლიმპიადათაც თუ გახსოვთ, ყველაფრის მიუხედავად ერთმანეთს ხელი ჩაკიდეს და ერთად მივიდნენ. ჩვენ თუ ხელებს ჩავკიდებთ, ერთმანეთს ჩავხედავთ თვალებში და ფარად ავეფარებით თბილის, როგორც 9 აპრილის მერე რომ დაიწერა ხო გახსოვთ ის სიმღერა ვაჩუქოთ ერთმანეთს ტიტები, ჩავხოდოთ ერთმანეთს თვალებში, ერთმანეთის გულებში და თქვათ რომ ჩვენ გვიყვარს ეს სამშობლო, ჩვენი საქართველო და კი ბატონო, არ მოგწონს, ნამდვილად არ მოგწონს რომ ევროპა ზურგს გვაქცევს, თუმცა ვინ გვაქცევს და რამდენად დიდხანს გაგრძელდება ეს კიდე საკითხია, მე ძალიან პოზიტიურად ვარ გაწყობილი და მიმართოთ ერთად, ხო ყველა ერთ აზრევად რომ ევროპა, მოდი რა, დაგველაპარაკე.
დაგველაპარაკე და გაიგე რანი ვარ ჩვენ და კიდე ერთი. არაჩვეულებრივ თუ ავამაღლოთ განათლება თემთა და ძალიან მინდა რომ ამდენი კლიპები რო კეთდება, გაკეთდეს კლიპი და გაუგზავნოთ ევროპას როგორც ჩაკრულო გაიგზავნა კოსმოსში რომ გაიგოს ებრობა რა ერია ეს, რამხელა ისტორიის, რამხელა კულტურის და რამხელა ზნეობის და თავმოყრაობის მატარებელი ერი ვარ. დიდი მადლობა მარინა ლობჟანიძე, მუსიკოსი, ლექტორი, პედაგოგი პასუხობდა ჩვენ შეკითხვებს, იყო ჩვენი სტუმარი.